მოგესალმებით. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე live-ში ვართ, დაიწყო ჩვენი პირდაპირი ჩართვა. გამარჯობა მარიამ, გამარჯობა ლეკუნა. გამარჯობა. როგორც ყოველთვის, რამდენიმე ხანი დავიცადოთ, სანამ შემოგვიერთდება დაინტერესებული მსმენელი და მაყურებელი და შემდეგ უკვე წარვადგინოთ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა. მოდით დავიწყოთ და ჩვენს მსმენელს შევახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს მაუწყებლობა Facebook პლატფორმიდან მშობლის კივრი. ამ ჩართვას და მსგავს ჩართვებს უზრუნველყოფს ორგანიზაცია Mac Georgia, რომელსაც წარმოვადგენ მე, მაია ბაგრატიონი და ვარ მასპინძელი ძალიან საინტერესო სტუმრისა და ძალიან საინტერესო თემისა. ჩვენთან ერთად დღეს იმყოფება მარიამ მიქიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანის დამფუძნებელი და ასევე 202 რესურს სკოლის დირექტორის მოადგილე. მარიამ, გამარჯობა. მოგესალმებით. ასევე ჩვენს ჩართვას, როგორც ყოველთვის, აქვს ჟესტური თარგმანი, რომელსაც ლეკუნა ჯაფოშვილი უზრუნველყოფს. მარიამ, კიდევ ერთხელ გამარჯობა. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემა უნდა განვიხილოთ. საგანგებოდ მოგიწვიეთ შენ, თანაც ჩვენი დღევანდელი ჩართვა დავამთხვიეთ სწორედ ამ კონკრეტულ პერიოდს, იმიტომ რომ 15 ოქტომბერი არის თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე და შესაბამისად დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მხედველობის დარღვევის მქონე პირთა, უსინათლო ან მცირედ მხედველ პირთა მხარდამჭერ მომსახურებებზე და დამხმარე საშუალებებზე, რომლებსაც ამ დარღვევის მქონე ადამიანები საჭიროებენ. და ბუნებრივია, რადგან თემათ ეს საკითხი არის არჩეული, სხვა თუ არა შენ ვინ უნდა მოგვეწვია. მოდი მოგვიყევი ამ თარიღის შესახებ. პირველ რიგში მევესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო თემა არის. პირველ რიგში გეტყვით, რომ 15 ოქტომბერი ძალიან ბევრ ქვეყანაში აღენიშნება, ანუ საერთაშორისო დღე არის თეთრი ხელჯოხის და ზოგ ქვეყანაში აღენიშნება კვირეულის სახითაც კი, ანუ მთელ კვირას უთმობენ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელიც ეძღვნება თეთრ ხელჯოხსა და უსინათლო ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების პოპულარიზაციას და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების პოპულარიზაციას. იმას აღვნიშნავ, რომ ეს არ არის მისალოცი დღე, ჩვენთან ხშირად მოიაზრება ხოლმე, რომ შეზღუდვის მქონე პირთა ანუ სხვადასხვა დღეები რაღაც თითქოს დღესასწაულია და მილოცვებს ულოცავენ ხოლმე შეზღუდვის მქონე პირებს ამ დღეებს, თუმცა ეს არ არის მისალოცი დღე, ეს არის სინამდვილეში დღე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ უსინათლო ადამიანებს აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება და რომ ეს უფლება უნდა იყოს სრულფასოვნად რეალიზებული. და ასევე გვახსენებს კონკრეტულად თეთრი ხელჯოხის მნიშვნელობას. იმიტომ რომ ამასთან მაგალითად არსებობს 13 ნოემბერი, რომელიც კონკრეტულად უსინათლო ადამიანების უფლებების დაცვის დღე არის, მაგრამ დამატებით არსებობს კიდევ 15 ოქტომბერი, რომელიც ეძღვნება მოკლედ უშუალოდ თეთრ ხელჯოხს და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა თეთრი ხელჯოხი უსინათლო ადამიანებისათვის. კი ბატონო, აი სწორედ ამაზე მინდოდა ჩემი მხრიდანაც ხაზგასმა, რომ როგორც ჩანს, ხო საგანგებოდ არის ეს დღე განსაზღვრული, რომ გაიზარდოს ცნობადობა თეთრი ხელჯოხის შესახებ და მოდი მაშინ ახლა ვისაუბროთ, რა მნიშვნელობის მატარებელი არის თეთრი ხელჯოხი უსინათლო პირისთვის, ამასთანავე ვისაუბროთ უსინათლო ბავშვებზე და განსაზღვროთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდნენ მშობლებმა. თუ კი სახში იზრდება მხედველობის მნიშვნელოვანი დარღვევის ან უსინათლო ბავშვი.
კი ბატონო, თეთრ ხელჯოხს პირველ რიგში ვიტყვი, რომ იყენებენ როგორც უსინათლოები, ასევე იყენებენ მცირე მხედველებიც, ბავშვები და ზრდასრულები, პრინციპში ყველა ასაკში. აი იმ ასაკიდან, როდესაც უკვე ბავშვი ფეხს იდგამს და სიარულს სწავლობს, უკვე შეგვიძლია თეთრი ხელჯოხი მას შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე უფრო სათამაშოს მნიშვნელობით და დანიშნულებით, მაგრამ ნელ-ნელა ეს თეთრი ხელჯოხი უკვე იძენს თავის ნამდვილ ფუნქციას, ანუ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ ფუნქციას და იგი ხდება უსინათლო ადამიანისთვის, ესე ვთქვათ, განუყრელი ნაწილი, აი ერთ-ერთი ისეთი აქსესუარი, რომელიც მუდამ უნდა ატაროს, აი ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ესეთი აქსესუარი იყოს, მაგალითად საათი. ვიღაცისთვის შეიძლება ესეთი აქსესუარი არის, ვთქვათ, რაღაც სამკაული. აი უსინათლო ადამიანისთვის ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი განუყრელი აქსესუარი ეს არის თეთრი ხელჯოხი, რომელიც მან მუდმივად თან უნდა ატაროს. ფეხის ადგმის პირველივე დღეებიდან შეიძლება რომ ეს უკვე დავიწყოთ. რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომის, შესაბამისი მონაცემების და ამის შერჩევაში საჭიროა რომ სპეციალისტი იყოს ჩართული, რომ სწორად განისაზღვროს თეთრი ხელჯოხის პარამეტრები ბავშვისთვის. და ზრდასრულისთვისაც ან ნებისმიერ ასაკში საჭიროა რომ სპეციალისტთან ერთად მოხდეს ამ ხელჯოხის მორგება და შერჩევა, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს უსინათლო ადამიანის პრიორიტეტები და სურვილები და ინტერესები, იმიტომ რომ ვიღაცას მოსწონს, თქვათ, დასაკეცი, ვიღაცას მოსწონს ისეთი, რომელიც არ იკეცება, ვიღაცას მოსწონს მრგვალი დაბოლოებით, ან პირიქით ჩვეულებრივად კალმისებური დაბოლოებით, მოკლედ, სხვადასხვა პარამეტრები აქვს თეთრ ხელჯოხს, რომლის გათვალისწინებაც არის ასევე გასათვალისწინებელია ამინდის ფაქტორიც. იმიტომ რომ სახელურები, ტარები აქვს თეთრ ხელჯოხს სხვადასხვანაირი, შეიძლება იყოს მაგალითად ტყავის ან რეზინის ტარით, რომელიც მაგალითად სივამინში უფრო პრაქტიკულია და ხელს არ აციებს. არსებობს ხის ტარიანი თეთრი ხელჯოხებიც და ასევე უშუალოდ მეტალის ტარით, ანუ იგივენაირი დაბოლოება აქვს როგორც მთლიანი კორპუსი თეთრ ხელჯოხს. ესეთ შემთხვევაში აი ძალიან ცივ ამინდებში, აი თუნდაც საქართველოშიც მთიან რეგიონებში ნაკლებად გამოსადეგარია, იმიტომ რომ მეც მქონია გამოცდილება ესეთი, რომ მაგალითად ნორვეგიაში ცხოვრებისას ძალიან მეყინებოდა ხოლმე ხელი, როდესაც ვიჭერდი ხისტარიან თეთრ ხელჯოხს ან მეტალის, მეტალის კიდე უფრო ესეთია. ამიტომ ეს ბევრი ფაქტორია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. გულწრფელად გაოცებული ვარ აი სინამდვილეში იმ მნიშვნელოვანი დეტალებით, ხო, რომელიც გასათვალისწინებელია და რომელიც უნდა იცოდეს მომხმარებელმა, ხო, და მომხმარებელში რაც თავარია გულისხმობ, მე ამ შემთხვევაში თავად ბავშვს ან მხედველობის დარღვევის მქონე პირს, ან მის ოჯახის წევრს, ხო, რომელთან ერთადაც უნდა შეირჩეს თეთრი ხელჯოხი. ერთს დავამატებდი, სანამ შემდეგ კითხვაზე გადახვალთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შერჩევა თეთრი ხელჯოხის და ვთქვათ ქონა უსინათლო ადამიანისთვის, არამედ მისი გამოყენების სწორად სწავლაც, იმიტომ რომ ორი ძირითადი დანიშნულება აქვს. ერთი, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაში გვექვხმარება და მეორე, უსაფრთხოდ გადაადგილებაში უნდა დაგვეხმაროს, ხო, თავისთავად. უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი უპირატესი ფუნქცია თეთრი ხელჯოხის. ამიტომ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადავადგილდეთ, შესაბამისი ინსტრუქტაჟი, შესაბამისი სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, მარიამ, აი სანამ სწორედ გადავიდოდი შემდეგ შეკითხვებზე, რაც არის სად შეიძლება მივიღოთ თეთრი ხელჯოხი და სად შეიძლება შემდეგ ვისწავლოთ მისი გამოყენება, მანამდე ერთ შეკითხვას დავსვავ, იმიტომ რომ საინტერესოა საქართველოს კონტექსტში რამდენად, ასე ვთქვათ, გავრცელებულია თეთრი ხელჯოხის გამოყენება სწორედ იქნება ეს დასრულ პირთა შორის ან ბავშვთა შორის. თუ გჭირდება ჩვენ დამატებით მშობლებთან მუშაობა, რომ გაჩნდეს მიმღებლობა ამ დამხმარე საშუალების მიმართ. სამწუხაროდ არსებობს ძალიან დიდი სტიგმა თეთრ ხელჯოხთან დაკავშირებით და ზოგადად უსინათლო ადამიანის დამოუკიდებლად ქუჩაში გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც ბავშვებში, ასევე ბავშვებში თავისთავად ეს ოჯახიდან და მშობლებიდან მომდინარე არის და ზრდასრულ ადამიანებშიც ამას თავისი ესეთი შორს წასული, ესე ვთქვათ, საფუძვლები აქვს. ამ სტიგმას ალბათ ამაზე ხა დეტალებზე რატომ და საიდან მოდის აღარ უნდა შევჩერდეთ, თუმცა წლების განმავლობაში ითვლებოდა რაღაცნაირად
სირცხვილი იყო თეთრი ხელჯოხის დაჭერა, ითვლებოდა რომ ადამიანს ესე ვთქვათ პატრონი არ ყავს, ანუ არავინ ყავს ოჯახში მხარდამჭერი, ვინც მას დაეხმარება და აქედან გამომდინარე უწევს მას თეთრი ხელჯოხის გამოყენება და ქუჩაში დამოუკიდებლად სიარული და ამ ყველაფერმა წლების განმავლობაში რა თქმა უნდა თავისი კვალი დააჩნია ჩვენს აზროვნებას ესე ვთქვათ და ჩვენს დამოკიდებულებას თეთრი ხელჯოხის მიმართ. მაგრამ სტიგმა საკმაოდ მძლავრია და გვიწევს ამასთან დღემდე და ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ბრძოლა, იმიტომ რომ დავამტკიცოთ ესე ვთქვათ, რომ საჭიროა თეთრი. ასევე ერთ-ერთი ესეთი რთული ბარიერი ეს არის თვითონ ფიზიკური გარემო რაც გვაქვს. იმიტომ რომ მშობლებს გარკვეულწილად ეშინიათ, რომ შვილი დამოუკიდებლად გაუშვან იმ ფიზიკურ გარემოში რაც გვაქვს. ეს არის რა თქმა უნდა გამოწვევა. არასაკმარის მხარდამჭერად მიიჩნევენ თეთრ ხელჯოხს, ხო? თუმცა ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს თეთრ ხელჯოხს და ზოგადად დამოუკიდებლად გადაადგილებას. მარიამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნე ამ ჩვენი Facebook ჩართვის დროულობაში, იმიტომ რომ როგორც ჩანს, უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უფრო უნდა მივაწვდინოთ ხმა მშობლებს, თავად მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს, რომ ასე ვთქვათ, უფრო აქტიურად მოხდეს ამ დამხმარე საშუალების გამოყენება. და მოდი ახლა სწორედ შევეხოთ ჩემს მიერ უკვე ხსენებულ შეკითხვას, ორ შეკითხვას, სად შეიძლება დღეს საქართველოში თეთრი ხელჯოხის მიღება და რაც შენ დაამატე შემდეგ უკვე მისი გამოყენების სწავლა. თეთრი ხელჯოხის მიღება ერთი მხრივ არის შესაძლებელი ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების დაწერით, ანუ მოკლედ ვამბობ ამ სამინისტროს სახელს, მაინც ყველასთვის ეს არის ცნობილი. და განცხადების საფუძველზე შემდეგ ხდება ეს წელს დაიწყო 2022 წელს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ხდება თეთრი ხელჯოხის მორგებაც უსინათლო ადამიანზე. აქამდე გასცემდა ჯანდაცვის სამინისტროს თეთრ ხელჯოხს, მაგრამ ეს გაცემა იყო უფრო ესეთი როგორც ვთქვათ, ანუ ყველასთვის სტანდარტულად ერთნაირი თეთრი ხელჯოხები გაიცემოდა და ეხლა უკვე ხდება მისი კონკრეტულად უსინათლო ადამიანზე მორგება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამავე პროგრამით გათვალისწინებული არის საბაზისო უნარჩვევების სწავლება თეთრი ხელჯოხის გამოყენების. ასევე არსებობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც უსასყიდლოდ გასცემენ თეთრ ხელჯოხებს უსინათლო მომხმარებლებზე, ესე ვთქვათ, უსინათლო ადამიანებზე, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციაც გასცემს უსასყიდლოდ თეთრ ხელჯოხებს, თუმცა სწავლებას რაც შეეხება, ერთი შესაძლებლობა არის, როგორც აღვნიშნეთ, ეს ჯანდაცვის სამინისტროს ქვეპროგრამა, რომელიც ფარგლებშიც, თან მიიღებს ადამიანი თეთრ ხელს და თან რაღაც დაეუფლება საბაზისო უნარებს. მეორე შესაძლებლობა არის უშუალოდ, მაგალითად, უსინათლო ბავშვთა სკოლაში, ან ნებისმიერ საჯარო სკოლაში, სადაც უსინათლო მოსწავლე სწავლობს. შეუძლია მშობელს, რომ მოითხოვოს მობილობა ორიენტაციის ტრენერი თავისი შვილისთვის. და სკოლა ვალდებულია, რომ ეს მომსახურება უზრუნველყოს. ეს იქნება დამატებითი მომსახურება, ანუ იმ, ვთქვათ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა, გაკვეთილების მიღმა. მარიამ, უფრო ნათელი რო გავხადოთ ჩვენი მსმენელისთვის, ესე იგი, მობილობა ორიენტაციის სპეციალისტი მშობელმა შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერ საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში, ან უსინათლო ბავშვთა სკოლა რესურს სკოლაში სწავლების შემთხვევაში, ხო? ორივე შემთხვევაში მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი მისაწვდომი გახდება ბავშვისთვის. დიახ, ნახეთ წინაპირობა ესეთი არის, რომ ბავშვს უნდა კონდეს დადგენილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი. ამ სტატუსს ალბათ ბევრმა მშობელმა იცის კიდევაც, რომ ადგენს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი. ან როდესაც მოსწავლე ირიცხება ნებისმიერ სკოლაში, იქნება ეს ნებისმიერი საჯარო სკოლა თუ კონკრეტულად უსინათლო ბავშვთა სკოლა, ანუ ეს არის თბილისის 202 საჯარო სკოლა, ორივე შემთხვევაში
ბავშვს მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს, რა თქმა უნდა, მშობელი უნდა იყოს ამაზე თანახმამს, მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში ხდება ეს შეფასება. და გუნდი თუ დასკვნაში უთითებს, რომ მოსწავლეს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და იგი არის უსინათლო, ან აქვს მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ანუ არის მცირე მხედველი, მაშინ უკვე ამ დასკვნის საფუძველზე სკოლას შეუძლია, რომ დაიქირავოს მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი. ასევე სკოლას შეუძლია ბარემ აქვე ვახსენებ, მიმართოს განათლების სამინისტროს სხვადასხვა დამხმარე საშუალებების მოთხოვნით, ეს შეიძლება იყოს გამადიდებელი, ეს შეიძლება იყოს თუ თქვა მცირე მხედველია მოსწავლე, ან შეიძლება იყოს ბრაილერი, თუ მოსწავლე უსინათლოა და ბრაილის შრიფტი უნდა ისწავლოს. და კიდევ სხვა დამხმარე საშუალებები, რომელიც შეიძლება რომ კონკრეტულად ამ მოსწავლეს ესაჭიროებოდეს და ასევე სკოლა შეუძლია რომ მიმართოს მასწავლებლის სახლს და მოითხოვოს ტრენინგები თავისი მასწავლებლებისთვის კონკრეტულად უსინათლო და მცირე მხედველი მოსწავლეების სწავლების სტრატეგიებთან დაკავშირებით. ანუ ეს ყველაფერი უფასოდ მიეწოდება სკოლას და ამ სკოლის უსინათლო და მცირე მხედველ მოსწავლეს. კი ბატონო, მოდი მაშინ ცოტა გავშალოთ ეს თემა და მეც ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში და კერძოდ თბილისში არსებობს უსინათლო ბავშვთა 200 მეორე სკოლა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი რესურს სკოლა ამ სპეციფიური დარღვევის მქონე ბავშვებისთვის დღეს საქართველოში, არა, საქართველოს სხვა რეგიონებში ჩვენ სპეციალიზირებული სკოლა უსინათლო ან მცირედმხედველი ბავშვებისთვის არ გვაქვს და შემახსენე, რამდენი ბავშვი სწავლობს დღეს უსინათლო ბავშვთა სკოლაში? ამ ეტაპზე ჩვენთან სწავლობს 50 ბავშვი. 50 ბავშვი. მათ შორის, ნაწილი თბილისელია, ნაწილი არის რეგიონებიდან და რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ასევე ვთავაზობთ პანსიონურ მომსახურებას, რომელიც უფასო არის. სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული და სრული, ანუ სადაც შედის კვება, შესაბამისი ძიძებისა და აღმზრდელების მეთვალყურეობა და სხვადასხვა ძალიან საინტერესო განმავითარებელი შემეცნებითი აქტივობები და ღონისძიებები. და ასევე გვაქვს ტრანსპორტიც, რომელიც ემსახურება როგორც თბილისში მცხოვრებ, ასევე თბილისთან ახლოს მდებარე რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს. მაგალითად, ამჯერად ახლა მიმდინარე წელს ემსახურება ჩვენი ტრანსპორტი რუსთავში მცხოვრებ მოსწავლეებს, ასევე დუშეთში და კასპის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს. დანარჩენები რჩებიან პანსიონში, ან უფრო შორის რეგიონებიდან ჩამოსული. კი ბატონო, მაგრამ აი ეს რიცხვი, მარიამ, რომელიც შენ ახსენე, ხო, 50-მდე ბავშვი, რომელიც დღეს სწავლობს თქვენს სკოლაში, მაფიქრებინებს იმას, რომ სინამდვილეში საქართველოში მეტია მხედველობის მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე ბავშვთა რიცხვი სავარაუდოდ მსოფლიოს სტატისტიკას თუ კი გავითვალისწინებს და მშობლები ამ შემთხვევებში ირჩევენ საჯარო სკოლებს სავარაუდოდ საცხოვრებელ სახლთან ახლოს ან უარეს შემთხვევაში და არ მინდა სინამდვილეში ეს ვიფიქრო, მაგრამ ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი შეიძლება განათლების მიღმაც კი იყოს დარჩენილი. მაგრამ მოდი ახლა ესე იგი ხაზი გავუსვათ იმას, რომ სინამდვილეში საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ასევე ძალიან ხშირი პრაქტიკა არის სხვა ქვეყნებში, რომ უსინათლო ბავშვები ირიცხებიან საცხოვრებელ სახლთან ახლოს, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში და უმრავლეს შემთხვევაში ძალიან მტკივნეულია, რომ ბავშვი მოწყდეს თავის მშობლიურ თემს, მშობლიურ რეგიონს და აი მაგალითად ნახევარი ქვეყანა გადაიაროს იმისთვის, რომ თქვა დედაქალაქში არსებულ სკოლა პანსიონში ასე თქვა ჩაერთოს და სწორედ ამიტომ საჯარო სკოლებს თქვენივე სკოლას თავაზობს იმ ტიპის მხარდაჭერებს, რომელიც შენ ახლა ჩამოთვალე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ძალიან საჭირო არის და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ეს იცოდნენ. ხო? რომ მშობლებმა თუ კი ბავშვები არ ყავთ სკოლაში ჩარიცხულები, თავს იკავებენ, ან თუ კი ჩარიცხეს თავიანთი შვილები ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში იცოდნენ რა მოითხოვ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავაჟღერეთ ახლა მე და შენ.
კი, ეს მართლა ძალიან საჭირო ინფორმაციაა და სამწუხაროდ ჩვენც გვაქვს ეს ვარაუდი, ვარაუდის დონეზე დაშვება, იმიტომ რომ დადასტურებულად ვერ ვამბობთ, მაგრამ გოგონია რომ არიან სამწუხაროდ უსინათლო და მცირემხედველი ბავშვები, მოზარდები, რომლებიც დღემდე არ იღებენ განათლებას არანაირ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ანუ არც საჯარო, არც კერძო სკოლებში. არ არიან ჩარიცხულები, რაც ისევ და ისევ სტიგმის ბრალია და ვფიქრობ, რომ ეს მართლა მნიშვნელოვანია მშობლებმა გააცნობიერონ, რომ მათი შვილებისთვის საუკეთესო, რა თქმა უნდა, არის განათლების მიღება და ეს უკვე მათი არჩევანია, აირჩევენ საჯარო სკოლას თუ აირჩევენ თბილისის 202 საჯარო სკოლა პანსიონს, თუმცა ეს შესაძლებლობა არსებობს და ორივე შემთხვევაში მათ აქვთ უფლება, რომ მოითხოვონ ყველა ის მომსახურება, რაც მათ შვილებს ესაჭიროებათ. ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სტანდარტულად ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებული ყველა საგნის გარდა, ხო? ანუ ყველა გაკვეთილს, ყველა საგანს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ესწრება უსინათლო მოსწავლე და მცირემხედველი მოსწავლე, მაგრამ ამის გარდა სპეციალური მასწავლებლის მომსახურება ინდივიდუალურად იქნება თუ ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფურად, ფსიქოლოგის მომსახურება, მობილობის ტრენერის და ან ოკუპაციური თერაპევტის მომსახურება. ყველა ეს მომსახურება, ესე ვთქვათ, სკოლა ვალდებულია, რომ გასცეს თავის უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებზე. ამიტომ მშობლებს ამის მოთხოვნის უფლება აქვთ ნამდვილად. და ანუ გზებზე კი ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოხდეს ამის მიღება. კი ბატონო, და რაც მთავარია, ამ საჯარო სკოლების პარტნიორი არის თქვენი 202 საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება, არა? ბევრი თაობა ყავს მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვთა აღზრდილი და უკვე ძალიან ინტენსიურ საინფორმაციო, საკონსულტაციო მომსახურებასაც გასწერთ ხოლმე თქვენ სხვა საჯარო სკოლებისთვის და ასევე როგორც შენ აღნიშნე, ხდება დამხმარე რესურსების მიწოდება ბავშვებისთვის სხვა რეგიონულ საჯარო სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის. მარიამ, ერთი შეკითხვა დაგვისვა ჩვენმა მსმენელმა. მე ამ შეკითხვას ხმამაღლა წავიკითხავ. როგორც ჩანს, ჩვენი მსმენელი გვიან შემოგვიერთდა და ამიტომ აინტერესებს მცირედ მხედველ მოსწავლეს ესაჭიროება თუ არა განსაკუთრებული პროგრამა და როგორ ხდება მათი შეფასება, ანუ იგულისხმება მცირედ მხედველი მოსწავლეების შეფასება. ნახეთ, განსაკუთრებულ პროგრამას რაც შეეხება ზოგადად, ესე ვთქვათ, ტიპური ინტელექტუალური განვითარების მცირემხედველი მოსწავლეები გადიან ეროვნული სასწავლო გეგმით. თუმცა ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათ ესაჭიროებათ იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული აკომოდაციები არის ხოლმე საჭირო. ანუ მშობლებისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს გარემოს მორგება. ეს შეიძლება იყოს განათება, შეიძლება იყოს შრიფტის გაზრდა და ასე შემდეგ, სხვადასხვა ტიპის რაღაც ცვლილებები გარემოში ან სასწავლო რესურსებში. მაგრამ ეს არ გულისხმობს უშუალოდ სასწავლო მასალის გამარტივებას. თუმცა არის სიტუაციები და შემთხვევები, როდესაც შეიძლება დაგჭირდეს მასალის გამარტივებაც, ანუ ამას მოდიფიკაციას ვეძახით ეროვნული სასწავლო გეგმის, ან დაგჭირდეს ალტერნატიული სასწავლო გეგმის გამოყენება, რაც ძირითადად იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როდესაც მოსწავლეს აქვს მხედველობის გარდა, მაგალითად ინტელექტუალური განვითარების დარღვევებიც. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ან ალტერნატიულ სასწავლო გეგმას, ან თქვათ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება, მაგრამ არის მაინც გამარტივებული შედარებით. ასევე დამატებით, რასაც ვიყენებთ უსინათლო მოსწავლეებთან, ეს არის გაფართოებული სასწავლო გეგმა, უკვე დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ დაწყებითი კლასებისათვის. იგი ასევე მოიცავს ორიენტაცია მობილობის სწავლებასაც, მაგრამ მოიცავს კიდევ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც არის სპეციფიკურად, ესე ვთქვათ, განსავითარებელი და სასწავლებელი უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის. აი, მაგალითად, ბრაილის შრიფტი, მაგალითად, კომპენსატორული აკადემიური უნარები, ესე ვეძახით, ანუ ორგანიზების უნარები, თქვათ, სხვადასხვა კონკრეტული თუ აბსტრაქტული ცნებების სწავლება, ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, ასევე მოიცავს თვითადვოკატირებას, ნარჩენი მხედველობის გამოყენებას, დამხმარე საშუალებების გამოყენებას.
გართობისა და დასვენების აქტივობების ნაწილსაც კი მოიცავს, ანუ როგორ უნდა მოახდინოს ბავშვმა ესე ვთქვათ, თავის ინტერესებზე მორგებული აქტივობის შერჩევა, როგორ უნდა ითამაშოს, როგორ შეიძლება გარკვეული აქტივობის, ვთქვათ, მორგება, ესე ვთქვათ, თავის საჭიროებებზე, ამ ყველაფერს სწავლობენ უსინათლო მცირემხედველი ბავშვები. ჩვენ სკოლაშიც და იგივე გაფართოებული სასწავლო გეგმის გამოყენების ვალდებულება აქვს ნებისმიერ საჯარო სკოლას, სადაც სწავლობს უსინათლო მცირემხედველი მოსწავლე. ნამდვილად ალბათ მთელი რიგი სპეციფიური, ასე ვთქვათ, სტრატეგიების გამოყენება ხდება, გამოცდილებითაც შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ უსინათლო ბავშვებს, ასე ვთქვათ, ძალიან მიზანმიმართული მხარდაჭერა სჭირდებათ იმისათვის, რომ მათ შეიმეცნონ, გაიაზრონ ზოგიერთ შემთხვევაში ის, რაც მხედველ ბავშვს იმ თავითვე ეძლევა. არა, როგორც არის მაგალითად არსებობა ფერების, არსებობა, არ ვიცი მე, სხვადასხვა მიმართულებების, სივრცითი მახასიათებლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ და სწორედ ეს გაფართოებული კურიკულუმი ამაში ეხმარება ბავშვს. მარიამ, მოდი აქვე ვთქვათ, აი ეს მუდმივი დისკუსია, როდის გამოვიყენოთ ბრაილის შრიფტი და როდის, ასე ვთქვათ, მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, რომ წერა კითხვას დაეუფლოს ბრტყელი შრიფტის გამოყენებით. აი ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ სულ არის ამაზე პოლემიკა და დისკუსია და თანამედროვე კვლევები ესეთ რაღაცას გვეუბნება, რომ ტოტალურად უსინათლო მოსწავლეებთან, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ბრაილის შრიფტს, თავიდანვე ვიწყებთ ბრაილის შრიფტის სწავლებას და რაღაც ეტაპზე აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ბრტყელი შრიფტით ასოების წერაც. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მაგალითად შეძლოს დამოუკიდებლად ხელის მოწერა, ან საკუთარი სახელისა და გვარის დაწერა, ანუ ესეთ ელემენტარულ დონეზე, რომ ასოების გამოყვანა დაწერა შეეძლოს, თუმცა ანუ წამყვანი ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალება არის ბრაილის შრიფტით წერა და კითხვა. და რაც შეეხება მცირემხედველ მოსწავლეებს, თუ მოსწავლეს თავისი მხედველობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ამ მხედველობის გამოყენებით წეროს და იკითხოს, მაშინ უპირატესობა ენიჭება აუცილებლად ბრტყელი შრიფტით, ანუ მხედველობის გამოყენებით წერას და კითხვას და თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ წერა და კითხვა არ ტვირთავს და არ ძაბავს მხედველობას იმგვარად, რომ მისი, თქვათ, დაქვეითება გამოიწვიოს. თუმცა ეს იყო წლების განმავლობაში ისეთი გავრცელებული შეხედულება და დადასტურდა, რომ ყოფილა მითი და არ შესაბამება სინამდვილეს და პირიქით რეკომენდებულია, რომ წერის და კითხვისთვის მცირემხედველმა მოსწავლემ გამოიყენოს საკუთარი მხედველობა. თუ მას აქვს პროგრესირებადი დაავადება და პოტენციურად შეიძლება რომ მხედველობა დაკარგოს, მოგვიანებით ასაკში, როცა ის უკვე კარგად გაიმყარებს ბრტყელი შრიფტით წერის და კითხვის უნარებს, შეგვიძლია შევთავაზოთ და შეიძლება იყოს სადღაც მე-4, მე-5, მე-6 კლასშიც კი მოსწავლის უნარებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკვე მას შეგვიძლია დამატებით შევთავაზოთ ბრაილის შრიფტის სწავლებაც და დაეუფლოს მე უკვე ამ შრიფტსაც. უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელია ორივეს პარალელურად სწავლება. ეს ძალიან ზედმეტი გადატვირთვაა მოსწავლის, ხა პირველკლასელი მოსწავლე წარმოიდგინეთ, რომელიც პარალელურად სწავლობს წერას და კითხვას, როგორც ბრტყელი, ასევე ბრაილის შრიფტით. და მაქსიმალურად რეკომენდებული არის მხედველობის გამოყენება, თუ მოსწავლეს აქვს შესაბამისი მხედველობა, თუნდაც სხვადასხვა დამხმარე საშუალებების დამატებით, ესე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს გამადიდებელი, ვთქვათ, ლუპა, შეიძლება იყოს ელექტროგამადიდებელი, ეგრეთ წოდებული CCTV, შეიძლება იყოს მაგალითად დამატებით მაგიდის სანათი და ასე შემდეგ, ვთქვათ, დაფის გადიდების, ვთქვათ, შორსხედვის გამადიდებელი და ასე შემდეგ. კი ბატონო. და მარიამ, ამ რეკომენდაციებს ვინ გასცემს ხოლმე? ეს არის ოფთალმოლოგი თუ თქვენ შემთხვევაში, ვთქვათ, სკოლაშიც ყავთ სპეციალისტი, ვინც იცით როგორ ეს არის ოფთალმოლოგი, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისად კვალიფიცირებული ოფთალმოლოგი, იმიტომ რომ ნებისმიერ ოფთალმოლოგს არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ განსაზღვროს აი რა ტიპის, თქვათ, გამადიდებელი, რა ტიპის მოწყობილობა დაეხმარება მოსწავლეს. ჩვენ სკოლას გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული ოფთალმოლოგთან, რომელიც აფასებს ჩვენს მოსწავლეებს და ასევე აფასებს საჯარო სკოლის მოსწავლე
მცირე მხედველ ბავშვებს თუ შესაბამისი სკოლიდან შესაბამისი მომართვა მოდის ჩვენ ანუ ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ინფორმაცია სად რომელ სკოლაში რომელი თქვა მცირე მხედველი მოსწავლე სწავლობს თუმცა თუ მშობელი მიმართავს სამინისტროს შემდეგ სამინისტრო მოგვართავს ჩვენ ამისთვისაც საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა და სასასამო სტატუსის ქონა კი ბატონო, გასაგებია და ძალიან კარგი რომ ესეთი კვალიფიციური სპეციალისტი არსებობს დიდი გამოცდილებით ამ სფეროში და მას შესაძამე არა თქვენი სკოლის მოსწავლეებსაც მიუწვდებათ ხელი რასაკურველია შესაბამისი პროცედურების გავლით ამ სპეციალისტთან. მარიამ, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა მოკლედ მაინც რა შევეხოთ საქართველოში არსებულ მხარდამჭერ მომსახურებებს მხედველობის დარღვევის მქონე პირთათვის, ხო? ვიცით რომ ბევრი არ არის განებივრებული არ ვართ, მაგრამ მოდი მაინც ვახსენოთ ის, რაც მისაწვდომია და სად არის მისაწვდომი სპეციფიური მხარდამჭერი მომსახურება მხედველობის დარღვევის მქონე პირთათვის. მომსახურებები გვაქვს აი სკოლის გარდა, ანუ სკოლაზე ბევრი ვისაუბრეთ. ანუ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აქვს მხედველობის დარღვევის გარდა სხვა მაგალითად ფიზიკური ან ინტელექტუალური განვითარების დარღვევებიც. ამ შეუძლია მშობელს რომ იმართოს ჯანდაცვის სამინისტროს და მოიპოვოს ბაუჩერი და ბავშვი იღებს შემდეგ მომსახურებებს მაგალითად სხვადასხვა ეს შეიძლება იყოს ფიზიკური თერაპია, შეიძლება იყოს ადრეული ჩარევის ცენტრის მომსახურება, ადრეული ჩარევის სპეციალისტების მომსახურება საჭიროებიდან გამომდინარე. ოკუპაციური თერაპია მაგალითად. ოკუპაციური თერაპიაც ასევე დიახ. კი ბატონო. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აქვს ანუ მხედველობის გარდა სხვა დარღვევაც. გასაგებია. ანუ უფრო უნდა იყოს კომბინირებული დარღვევა. კომბინირებული, ანუ როგორც ვეძახით, მრავლობითი დარღვევის შემთხვევაში. მხოლოდ უსინათლო ბავშვებისთვის სამწუხაროდ ამ დრომდე სკოლამდელი არანაირი სერვისი არ გვაქვს არც ადრეული ჩარევის და არც თქვა სხვა რამე ესეთი. თუმცა საჯარო ბაღებში ჩვეულებრივ ნებადართულია ესე ვთქვათ ნებისმიერი ბავშვის მიღება. ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ, უნდა შევაერთო ლეპტოპი დასატენად რო არ გაგვიწევს აი 2 წამი და კი ბატონო მარიამ დაგელოდებით. კი ბატონო, ჩვენ დაველოდოთ მარიამს და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. მარიამ, დაგვრჩა რამდენიმე საკითხი განსახილველი, რა ხდება დასრულთა შემთხვევაში, ხო? ვიცი რომ ფრაგმენტულად წერტილოვნად, მაგრამ დანერგილი არის დასავლეთში ძალიან პოპულარული მომსახურება გამცილებლის სერვისი. მოდი ამაზეც რომ გვია. ხო, გამცილებლის სერვისი, რაც შეეხება ესეც კიდევ გამომრჩა, ეს სერვისი საქართველოში არსებობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მაგალითად თბილისში, რუსთავში, ბათუმში ეს სერვისი არის ხელმისაწვდომი და ეს ძირითადად არის ზრდასრული მარტოხელა უსინათლოებისათვის გათვალისწინებული, მათ შეუძლიათ მიმართოთ უსინათლოთა კავშირის შესაბამის ფილიალებს, ასევე მიმართონ მაგალითად ბათუმის მერიას და მიიღონ ეს მომსახურება უსასყიდლოდ. ეს მომსახურება ამაზე ვისაუბრებ. დიახ, ანუ ეს არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ ადამიანი წავიდეს გამცილებელთან ერთად, ანუ მასთან მივა სახლში გამცილებელი, ანუ შესაბამისად მომზადებული დატრენინგებული ესე ვთქვათ პირი, რომელიც მას წაიყვანს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, შეიძლება იყოს ვთქვათ გამგეობა, რომელიმე სამინისტრო, შეიძლება იყოს ვთქვათ სამედიცინო მომსახურების მიღება თუ ჭირდება ადამიანს ან ბანკში ვიზიტი. რაღაც ესეთი ტიპის მომსახურებების მისაღებად შეუძლია რომ გაყვეს ეს ადამიანი და შემდეგ ისევ მიაცილებს სახლამდე. ანუ გადაადგილება ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით
და თქვათ ამ გამცილებლის გზავრობის თანხას უზრუნველყოფს იხდის თავად უსინათლო ადამიანი. დანარჩენი უფასოა სრულიად მომსახურება და ერთი ფაქტორი არის კიდევ რომ უსინათლოთა კავშირში უნდა იყოს ადამიანი, გაწევრიანებული ეს მომსახურება რომ მიიღოს უსინათლოთა კავშირისგან. კი ბატონო. თუმცა სამწუხაროდ ეს მომსახურება ჯერ არ არის დანერგილი ყველა მუნიციპალიტეტში და თვის განმავლობაში ასევე შეზღუდულია, ხო? საათების რაოდენობა, რომლითაც შეუძლია ადამიანს ისარგებლოს. შეზღუდულია, დიახ, იმიტომ რომ შეზღუდულია თვითონ რესურსი. მაგალითად, თბილისის მასშტაბით სულ არსებობს რამდენადაც ინფორმაცია მაქვს 3 გამცილებელი და ფიზიკურად ვერაუვა ეს 3 ადამიანი, ვთქვათ, ყოველდღიურად ან თუნდაც კვირაში ერთხელ რომ ყველა თბილისში მცხოვრებ თუნდაც მხოლოდ მარტოხელა უსინათლოებს მომსახუროს. ამიტომ ესე ვთქვათ, პირველი მერცხლის პრინციპით ხდება ხოლმე მომსახურების გაწევა, ანუ ვინც დაასწრებს, ესე ვთქვათ, ის იღებს იმ კონკრეტული დღისთვის მომსახურებას და რა თქმა უნდა, შემდეგ დღეებში შეუძლიათ ხოლმე. გასაგებია. აი, მარიამ, უბრალოდ რაღაცა ცნობის მოყარეობის გამო, ანუ არსებობს რაიმე ელექტრონული სისტემა, სადაც უსინათლო ადამიანმა უნდა განაცხადი შეავსოს, რომ ამა და ამ თარიღში, ამა და ამ დროს მას გამცილებელი ხდება ჩაწერა. აჰა, გასაგებია. კი ბატონო. ანუ საკმაოდ ამ თვალსაზრისით მარტივი სისტემა არის, თავი არის გამცილებელი იყოს მისაწვდომი და არ იყოს დაკავებული. კი ბატონო. აქვე აღნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ეტაპს გადის ახლა, როდესაც ინერგება პერსონალური ასისტენტის მომსახურება და სავარაუდოდ პერსონალური ასისტენტი შესაბამის მხარდაჭერას გაუწევენ ასევე უსინათლო პირებს. აი, რამდენად არის ეს დასავლური გამოცდილება, მარიამ, პერსონალური ასისტენტები, რომლებიც მხარდაჭერას აწვდიან უსინათლო ადამიანებს. დიახ, აი ჩემი გამოცდილებით და ვთქვათ რა ინფორმაციაც მაქვს და რაც მომიძიებია ხოლმე საერთაშორისო გამოცდილებებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ არის ქვეყნებში ეს მომსახურებაც, განსაზღვრულია წინასწარ, რომ მაგალითად რომელიღაც კონკრეტულ ადამიანს ესაჭიროება ამ მომსახურების მიღება, ვთქვათ, კვირაში ერთხელ 3 საათის განმავლობაში პირობითად. და ფიქსირებული რაღაც დრო არის ყოველ ორშაბათს დილის 10-დან პირველ საათამდე იღებს ადამიანი აი ამ ასისტენტს მიდის უსინათლო ადამიანთან და ეხმარება მას ვთქვათ იმ რაღაცა ყოფაცხოვრებო აქტივობის შესრულებაში, რაც მას ესაჭირება. ნებისმიერ რაღაც შეიძლება ეს იყოს, შეიძლება ეს იყოს სადმე წასვლა, ან რაღაც ანუ ვთქვათ გადაადგილება და თქვათ სადღაც მისვლა, თუნდაც საყიდლებზე წასვლა, შეიძლება იყოს რაღაცა ტიპის აქტივობა, ან მოქმედება სახლში. ამას ძირითადად განსაზღვრავს ის, ესე ვთქვათ, რაღაც კომისია, რომელიც ადგენს ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობას, ან მაგალითად თუ ადამიანი ითხოვს შემდგომ, ვთქვათ, შეიძლება ადრეულ ასაკში, ხო, ბავშვობის ასაკში დაუდგინდა, რომ არის უსინათლო და ეს სტატუსი მიენიჭა. მაგრამ შემდეგ რაღაც ასაკში იწყებს ამ პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა. ამ შემთხვევაში მიმართავს არსებობს სპეციალური კომისია თუ საბჭო, ანუ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გამოცდილება აქვს, ყოველ შემთხვევაში ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც აფასებენ უსინათლო ადამიანის ამ კონკრეტულ საჭიროებას, არსებობს კითხვარები, შეიძლება ეს იყოს დაკვირვებაც რაღაც აქტივობებზე და ამის საფუძველზე დგინდება რა სიხშირით, ვთქვათ, რა ხანგრძლივობით ესაჭიროება ამ ადამიანს ესე თუ ის მომსახურება. ამავე წესით განისაზღვრება ხოლმე და რა აქტივობების დროს და ამავე წესით განისაზღვრება მაგალითად თუ ესაჭიროება გამცილებელი ძაღლის მომსახურება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ არ არის დანერგილი. კი ბატონო. სამწუხაროდ არ არის დანერგილი. ჩვენ ფაქტურად სულ 1 წუთი დაგვჭა, სანამ ჩვენ ლაივს დავასრულებთ და აქვე რადგან პერსონალური ასისტენტი ვახსენეთ, ხო? მოდი ხაზი გაუსვათ იმას, დავუბრუნდეთ ახლა ისე სკოლის ასაკის ბავშვებს და ვთქვათ მშობლების გასაგონად, რომ იმ შემთხვევაში თუ კი მათი შვილები, რომლებსაც აქვთ მხედველობის მნიშვნელოვანი დარღვევა, სწავლობენ სხვადასხვა საჯარო სკოლებში, აი სწორედ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის მომსახურებაც მათთვის მისაწვდომია. ოღონდ ამ შემთხვევაშიც მათ უნდა გაიარონ მულტიდისციპლინური გუნდის
შეფასება, მათ უნდა დაუდასტურდეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და ასევე მულტიდისციპლინურმა გუნდმა უნდა დაადასტუროს მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის საჭიროება, რომელიც დაეხმარება უკვე კონკრეტულ ბავშვს საჯარო სკოლის სივრცეში, სკოლის გარემოში, მობილობაში და სხვადასხვა სწავლასთან თუ დამოუკიდებლად ფუნქციონირებასთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებაში. ანუ ესეც არის ის სერვისი, რომელიც დღეს საქართველოში არის მისაწვდომი. კი ბატონო, მარიამ, აი როგორც ჩანს უკვე ჩვენი დრო წამოიწურა. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ვფიქრობ რომ დავფარეთ მშობლებისთვის საინტერესო საკითხები, თემები. რამე ხომ არ გამოგრჩა თემა საკითხი, რომელიც თქვათ შეგვეძლო გვეხსენებინა, მაგრამ ჯერ არ შევხებივართ. არა, ჩემი აზრით, ბევრი საკითხი დავფარეთ და პრინციპში მნიშვნელოვანი საკითხები ამოვწურეთ. კიდევ ერთხელ უბრალოდ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსინათლო მცირემხატველმა ბავშვებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება. და ამაში მშობლების როლი და მშობლების ჩართულობა და მათი ინფორმირებულობა არის ერთ-ერთი ესეთი წამყვანი ფაქტორი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ამ ჩართვისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და იმედი მაქვს, რომ თუ ჯერ კიდევ რჩებიან უსინათლო ბავშვები განათლების მიღმა, დროულად სწავლენ ისინი მათთვის სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კი ბატონო. და დროულად, ასე ვთქვათ, მიმართავენ იმ მხარდაჭერებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. შეიძლება ეს არ არის ბევრი, მაგრამ რაც არის, იმის ეფექტურად გამოყენება შეიძლება, რომ ბავშვი არ დარჩეს განათლების მიღმა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ძალიან დიდი მადლობა ლეკუნა და გემშვიდობებით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს ერთგულ მსმენელს და მაყურებელს. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.